ლელოს ლიდერი ჯარს მიმართავს და დამომორჩილებლობისაკენ მოუწოდებს. მამუკა ხაზარაძეს სურს, რომ ქართულმა ჯარმა პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობა არ მიიღოს. Მიმართავ ქართულ ჯარს. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. ნიშნავს და რაც წერია მაგას ნიშნავს. ჯარი არ ნიშნავს, რომ მონურმორჩილებაში უნდა იყო ნებისმიერ რეჟიმთან. ჯარი არსებობს იმისთვის, რომ დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები. იგივე არსება, რაზეც მამუკა მაგ შემთხვევაში. ხაზარაძე რასაც კადრულობს, ეს პირდაპირ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ქართული ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებაა. როდესაც ადამიანი მოუწოდებს ქართულ ჯარს, ჩვენთვის ქართული ხალხისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუციას და ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ამ ჯარმა არ უნდა შეასრულოს თავისი კანონმდებლობით დათვალისწინებული ვალდებულება და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი, ამას რომ ადამიანი იკადრებს, ამაზეც ნედაცემული საქციელი უბრალოდ არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ბატონი ხაზარაძეს, ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებით არის დაკავებული და ეხლა მიიღებული აქვს დავალება თავიანთი პატრონებისგან, რომ მათ შორის ჯარსაც კი მოუწოდონ, რომ არ დაემორჩილონ ქართული ხალხის ნებას და ქვეყნის წინაშე დადებულ ფიცს. ჩვენ გვყავს ქართული ჯარისკაცები, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, რომლებსაც თავითი სისხლი და უფლი აქვს დაღვრილი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ამ შარლატანებმა, როგორც მაგალითად ბატონი ხაზარაძე არის, რა განცხადებებს არ უნდა გააკეთონ, ჩვენი გმირის ჯარისკაცები მხოლოდ და მხოლოდ მოусმენენ ქართული ხალხის ნებას და პატივსცემენ ქართული ხალხისა და ღვთის წინაშე დადებულ ფიცს.